მასწავლებელი საცერტიფიკაციო გამოცდა მათემატიკაში 2026 წელი ამოცანა ნომერი 23. ვთქვათ, აი ესეთი დადებითი რიცხვია, რომ ინტეგრალი საზღვრებით --დან π-მდე კოსინუს x dx უდრის 1/4-ცო. და შევეკითხებია, რას უდრის ინტეგრალი საზღვრებით -დან ნ-მდე კოსინუს x dx. აი, მოდით პირველ რიგში აი ეს ინტეგრალი მოდით გამოვთვალოთ. ვნახოთ რა გამოგვივა. ესე იგი ჩვენ რა გვაქვს? ჩვენ გამოსათვლელი გვაქვს ინტეგრალი -დან π-მდე კოსინუს x dx. ეს ტოლი იქნება, თუ გავითვალისწინებთ კოსინუს x-დან ინტეგრალი არის სინუს x-ი. და თუ გამოვიყენეთ ნიუტონ-ლაიბნიცის ფორმულას, ჩასმა გვექნება -a-დან π-მდე. ეს ტოლი იქნება, x-ის მაგალითად თუ ჩავსვათ p-ის, მივიღებთ სინუს p-ის გამოკლებული სინუს -a. ხო? მაგრამ გავითვალისწინოთ ის ფაქტი, რომ თვითონ სინუსი წარმოადგენს n ფუნქციას, შესაბამისად, აქედან მინუსი რო გავიტანოთ გარეთ, აქ დაგვრჩება a და აქ დაიწერება პლუს ნიშანი, ხო? და ეს ტოლი იქნება სინუსი p-ზე, გავითვალისწინოთ, რომ ტოლი არის 0-ის და აქედან გამოგვდის, რომ პლუს ამას კიდე სინუს a გვეუბნებია, რომ ტოლი არის 1/4-ის ეს ინტეგრალი. ესე იგი, ეს ტოლი იქნება 1/4-ის. ანუ ჩვენ ამ ინტეგრალის გამოთვლამ მოგცა იმის საშუალება, რომ დაგვედგინა, რომ თურმე სინუს a ტოლი ყოფილა 1/4-ის. ეხლა რასაც გვიკითხებიან, მოდით ის ინტეგრალი გამოვთვალოთ. ეხლა გამოვთვალოთ ინტეგრალი უკვე -a-დან 0-მდე კოსინუს x dx-ი ის ტოლი იქნება. აქაც ანალოგიურად კოსინუს x dx-ი და ინტეგრალი არის სინუს x-ი. ჩასმა გვექნება -a-დან 0-მდე. ეს ტოლი იქნება, ჯერ უნდა ჩავსვათ 0x-ის მაგალითად სინუს 0-ს გამოაკლდება სინუს -a. ხო? ახლა ჩვენ თუ გავითვალისწინებთ, რომ სინუსი 0-ზე 0-ის ტოლია, ხო? სინუსი 0-ის ტოლია, 0. გავითვალისწინოთ სინუსის კენტობა, ამიტომ აქ დავწეროთ და აქ გაპლიუსდება. პლუს სინუს a გვექნება და სინუს a კიდე ნაპოვნი გვაქვს აგერ 1/4-იაო და სინუსი თუ 1/4 არის, ხო, სინუსი თუ 1/4 არის, მაშინ ჩავსვათ აგერ აქა. მივიღებთ 0-ს დამატებული 1/4, რაც არის 1/4-ის ტოლი. შესაბამისად, საბოლოოდ თუ დავწერთ პასუხს, თურმე ინტეგრალი საზღვრებით -a-დან 0-მდე კოსინუს x dx-ი ტოლი ყოფილა 1/4-ის. ეს კი არის პასუხი G.